საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ ფოკუს დღის მთავარ ამბებს ჩვენს გუნდთან ერთად ირაკლი კიკნაველიძე და მე ნინო მაჭარაშვილი წარმოგიდგენთ. ტრაგედია საფრანგეთში ტერორისტები გამოხატვის თავისუფლებას ებრძვიან. ტაბულა შეძრულია პარიზში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ფრანგ ხალხსა და თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანს. ღრმად გვწამს, რომ რელიგიური ექსტრემიზმი ვერასდროს დაამარცხებს ადამიანისთვის ღვთისა და ბუნების მიერ ბოძებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მათი ძალადობა ჩვენს მტკიცებაზე ვერ გაიმარჯვებს. ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის ტრაგედია და პრობლემა, ეს ტერორისტების თავდასხმა იმ თავარ ღირებულებაზე, რაზეც დასავლური ცივილიზაცია, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც დგას. გამოხატვის თავისუფლება მილიონობით მოქალაქემ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა. ახლა ამ უფლების წართმევას რელიგიური ექსტრემისტები ყველანაირი გზით, მათ შორის ტერორისტული აქტებით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის აზრი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ მისი წარუვალი, ღვთის მიერ მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით თქვას თავისი სათქმელი. დღეს საფრანგეთის საელჩოსთან ჩვენი თანადგომა ფრანგ ხალხს გამოუცხადეთ. ტაბულა შეძრწონებულია იმ ტერორისტული აქტით, რომელიც ჩადენილი იქნა არა მხოლოდ იმ 12 მსხვერპლის 12 გმირის წინააღმდეგ, რომელიც დაიღუპა და არა მხოლოდ ფრანგი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელი ცივილიზაციის, მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, იმიტომ რომ თავს დაესხა კაცობრიობის და ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას და სწორედ ამის სათქმელად მოვედით ჩვენ საფრანგეთის საელჩოსთან და გამოვხატეთ სოლიდარობა არა მხოლოდ ფრანგი ხალხის მიმართ, არამედ სიტყვის თავისუფლების მიმართაც. საფრანგეთი კი ტერაქტის მსხვერპლებს გლოვობს. მე ვარ ჩარლი, არ გვეშინია ამ შინაარსის ტრანსპარენტებით პარიზსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სამართალდამცავები სავარაუდოდ დამნაშავეების ვინაობასაც ასახელებენ. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ტერორიზმის მხარდაჭერისთვისაა ნასამართლები. ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში კიდევ რამდენიმე თავდასხმა მოხდა, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ფრანგ ხალხს სოლიდარობას სხვა ქვეყნებშიც უცხადებენ. საფრანგეთის მოქალაქეებმა დღეს შუადღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟურნალ შარლი ებდოზე თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას. ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, გლოვის ნიშნად ეკლესიები ზარებს რეგდნენ. წუთიერი დუმილით მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ევროპარლამენტის წევრებმა ბრიუსელში. საფრანგეთში გუშინდელ ტერაქტს ახალი თავდასხმების სერია მოყვა. პარიზის სამხრეთით უცნობმა პირმა ცეცხლი პოლიციის თანამშრომლებს გაუხსნა. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი ქალი დაიღუპა. კიდევ ერთი პოლიციელი დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე თავდასხმა მოხდა მეჩეთებზეც. ქალაქ ვილფრანშ-სიურ-სონში აფეთქება მეჩეთთან ახლოს მდებარე რესტორანში მოხდა. ქალაქ ლემანში მეჩეთში ხელყუმბარა შეაგდეს. პორლა-ნუველში კი მეჩეთს პისტოლეტიდან ესროლეს. ამ ინციდენტების დროს არავინ დაშავებულა. საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმის საქმეზე 7 ადამიანი დააკავა. ისინი სავარაუდო თავდამსხმელთა ახლო ნაცნობები არიან. მანამდე პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელთა ვინაობა დაასახელა. ეს ძმები კუაშიები არიან, 34 წლის საიდი და 32 წლის შერიფი, ასევე 18 წლის ხამით მურადი. თავდამსხმელები, რომლებმაც 12 ადამიანი მოკლეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სპეცოპერაცია პარიზიდან 130 კილომეტრში ქალაქ რეიმსში ჩაატარა, სადაც ერთ-ერთი ბინა გაჩხრიკეს. შერიფ კუაში 2008 წელს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს. იგი ერაყსა და სირიაში ბრძოლისთვის საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმთა გადმობირებას ეწეოდა. მან ციხეში წელიწად ნახევარი გაატარა. მოგვიანებით მესამე ეჭვმიტანილი ჰამით მურადი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს და თავდასხმის დროს სკოლაში იმყოფებოდა, რასაც მისი ნაცნობებიც ადასტურებენ, თუმცა ის კვლავ დაკავებული რჩება. დღისით პოლიციამ პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 საათის სავალზე დამნაშავეების მიერ მიტოვებულ მანქანას მიაგნო. ისინი ბენზინგასამართის სადგურის მენეჯერმა შენიშნა. ბრალდებულთა ძებნაში სპეცრაზმელები არიან ჩართული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში 3დღიანი გლოვა გამოაცხადა. პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში ტერაქტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები „მე ვარ შარლი და არ გვეშინია“. ფრანგ ხალხთან სოლიდარობის აქციები სხვა ქვეყნებშიც გაიმართა. ასეულობით ამერიკელი ვაშინგტონში და ნიუ-იორკში შეიკრიბა.
ეს არის თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩემთვის ეს შოკის მომგვრელია და მნიშვნელოვანია ყველანი მობილიზებულები ვიყოთ იმისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლება დავიცვათ. მისი ხელყოფის საშუალება არავის უნდა მივცეთ. რაც საფრანგეთში მოხდა, ადამიანის შემოქმედებაზე და აზროვნებაზე შეტევის მცდელობაა. როდესაც უტევენ იმას, რაც შეიძლება წაიკითხო, ესე იგი სურთ გადაწყვიტონ თქვენს ნაცვლად, როგორ უნდა იფიქროთ. ჩვენ ამით ძალიან შეშფოთებულები ვართ. შეშფოთება მომხდარი ტრაგედიის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა გამოთქვეს. მათ ფრანგ ხალხს თანაგზნობა გამოუცხადეს. იმედი მაქვს დღეს მექნება საშუალება ვესაუბრო პრეზიდენტ ოლანდს და მსურს ღრმა მწუხარება გამოვთქვა და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოვუცხადო ამ საშინელი ტერორისტული შეტევის გამო. თავდასხმა ჟურნალისტებზე თავისუფალ პრესაზე ადასტურებს იმას, თუ რამდენად ეშინიათ ტერორისტებს სიტყვის თავისუფლების. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ფასეულობები, რაც ფრანგ ხალხთან გვაერთიანებს, გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ რწმენას ეს უაზრო სისასტიკე ვერ ჩაახშობს. ყველანი ახლა ფრანგი ხალხის გვერდით ვართ ამ ბარბაროსული თავდასხმის შემდეგ. კანცლერი ანგელა მერკელი ფრანსუა ოლანდს ესაუბრა და ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზა. ჩვენ სამსახურებსაც შეუძლიათ ფრანგებს დაეხმარონ. ჩვენ აბსოლუტურად ერთიან პოზიციაზე ვართ ტერორიზმის, როგორც ჩვენი ფასეულობების, სიტყვის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისთვის საფრთხის მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასეულობებს ყოველდღიურად ვიცავთ. მიმაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა სამსახურებმა ერთად იმუშაონ. მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყანა ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს და ჩვენი თანამშრომლობა ამ საქმეში ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტის შემდეგ მთავრობის საგანგებო სხდომა შეკრიბა, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის და უსაფრთხოების ზომების საკითხები განიხილეს. ოლანდმა შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთანაც გამართა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტმა ოლანდმა მთხოვა მოვსულიყავი, რათა შექმნილ სიტუაციაზე გვემსჯელა. რა თქმა უნდა, ეს მოწვევა მივიღე, რათა ნაციონალური ერთობის ატმოსფეროს დემონსტრირება მოვახდინოთ. ეს ყველა ჩვენგანისვალია ფანატიკოსთა მიერ განხორციელებული შეტევის წინაშე. თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ყველა მედია საშუალების რედაქციას, ასევე ხალხმრავალ ადგილებს სპეცრაზმელები იცავენ. BBC-ს ცნობით, პარიზში შეიარაღებული ძალების ნაწილებიც გადაისროლეს. საფრანგეთსა და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობას უერთდებიან საქართველოშიც. ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო უწყებამ. მწუხარებას გამოთქვამენ პოლიტიკური პარტიებიც. სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონოპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს. ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამძიმარში. პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ გმობს ტერორიზმის ყველანაირ გამოვლინებას. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს თანადგომას უცხადებს. ამ განსაცდელი შამს ჩვენ მტკიცე თანადგომას უცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდ-გვერდ განან მსოფლიოს ხელწერტილებში, რათა უზრუნველყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც საფრანგეთში შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მომართული. ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგზნობას უცხადებთ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ. პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატირული ჟურნალის შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმა პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტია. საგარეო უწყება თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს.
საგარეო უწყება პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. ეს ბარბაროსული აქტია, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი, რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს. თავდასხმის ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. და აქვს თუ არა ტერორიზმს რელიგია საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა შესაძლო ანტიმუსლიმური განწყობების გაძლიერებას კი გამოიწვიოს. რამდენად სწორია ისლამისა და ტერორიზმის გათანაბრება, მაგალითად, ქართველი მუსლიმები ამ უსამართლო გაიგივების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ქართულ მუსლიმთა კავშირი გმობს პარიზში სატირულ ჟურნალ ჩარლი ჰებდოზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. როგორც ტაბულას ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, ქართველი მუსლიმები მწუხარებას გამოხატავენ ტერორისტებთან მათი უსამართლო გაიგივების გამო. თითოეული ქართველი მუსლიმი შეძრულია ისლამის სახელით განხორციელებული საზარელი ტერორისტული აქტით. ჩვენ საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს და სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ისლამი ტოლერანტობის, სიყვარულის, მშვიდობის რელიგიაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერორიზმა ვერ გაიმარჯვოს. მოვუწოდებთ მსოფლიოს მუსლიმებს დაგმონეს ბარბაროსული ანტიჰუმანური აქტი, რომელიც მიმართულია კაცთა შორის მშვიდობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პიროვნების ღირსების წინააღმდეგ. ის მიმართულია ჩვენი რწმენის ფუნდამენტის წინააღმდეგ. რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა რელიგიის პირველი მტერია, მაგრამ ჩვენ ნამდვილ მუსლიმებს მიგვაჩნია, რომ ტერორიზმსა და ფუნდამენტალიზმს არ აქვს რელიგია. სამწუხაროდ ესა თუ ის რწმენა ხშირად გამოიყენება სიძულვილისა და ძალადობის გასავრცელებლად. ქართველი მუსლიმი თავის შვილს ასწავლის დემოკრატიისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემას, რელიგიურ ტოლერანტობასა და ნებისმიერი იდენტობის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის დაუშვებლობას. გულწრფელად ვწუხართ, რომ ზოგიერთი მოქალაქის მიერ ტერორისტული სისაძაგლის გვერდით მოვიხსენიებით. ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ გახლავთ დიდი უსამართლობა მშვიდობის მოყვარე ქართველ მუსლიმთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ ანტიისლამურ, ანტიჰუმანურ აქტს და მოვუწოდებთ ძალაუფლების მქონე ყველა პირს შეაჩეროს, აღმოფხვრას და დასაჯოს ყველა ტერორისტი. რელიგიათა მცოდნე ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს და რომელიმე ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფისათვის კოლექტიურად ტერორიზმის ბრალის წაყენება დაუშვებელია. პროცენტებში, ასე ვთქვათ, გაჯიბრება იმ თვალსაზრისით, თუ რომელი რელიგიის, რომელი იდეოლოგიის, რომელი ეთნოსის სახელით ხორციელდება ტერორისტული აქტები და ხორციელდებოდა ტერორისტული აქტები, მე მგონი ამ შემთხვევაში არაფერს არ მოგცემს, იმიტომ რომ ერთმნიშვნელობად უნდა ითქვას, რომ ტერორიზმს არ აქვს ეროვნება, არ აქვს რელიგია. უამრავი მუსლიმი თეოლოგი და ჩვეულებრივი მუსლიმი უმკაცრესად გმობს ტერორიზმს და პირდაპირ აცხადებს, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომაკვდინებელი ცოდვა ისლამში. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ აქტებს ყველაზე ხშირად ისლამის სახელით ახორციელებენ, ყველა მუსლიმისათვის ტერორისტის იარლიყის მიკერება თავად წარმოშობს ძალადობას. ისლამოფობიამ საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკური ძალადობის სახეც მიიღო, რაც რელიგიური შეუწყლანებლობით იყო განპირობებული. ქრისტიანი ექსტრემისტები ხშირად ძალადობას ზოგჯერ იმითაც ამართლებდნენ, რომ ისლამურ ტერორიზმის საფრთხეს ებრძოდნენ. ფოკუსი მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებათ. ფოკუსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და გიორგი ყონიაშვილის საქმეები განიხილეს. საქმე ეხება მარნეულის საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტსა და სითი პარკის დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებას. კერძოდ გიგი უგულავას პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და იძულებას ედავება. შემდეგი წინა სასამართლოს ხდომა იგივე საქმეზე 12 იანვარს გაიმართება. ეს ბრალდები მარტო იმიტომ წამეყენეს, რომ ჭირდებოდა მაშინ აღკვეთი როდიძიება, იმიტომ რომ ზოგიერთ ხელმძღვანელობაში ამათთან ჰქონდათ პარანოია, რომ ქვეყნის დატოვებას ვაპირებდი და მოხდა ის სამართლიანო ფაქტი, რასაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ქვია მართლმსაჯულებით ვაჭრობა. მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ, მეტიც მე ბრალდებ უწყებას, რომელიც ჩემ წინ არის
პროკურატურის სახით წარმოდგენილი ფალსიფიკაციაში შეგებულად არის გაყალბებული ის აღკვეთის ღონისძიების პირობები, რომელიც მერე მოსამართლემ გაიზიარა სამწუხაროდ. მე ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლო მიიღო ამ ბატონების და მათი ქვეშევრდომების მიერ შეთხზული ზღაპარი, თითქოს მე რაღაცა წერილი, უქარის წერილი ლონდონში მივეცი მოწმე რიჟა კაპანაძეს. ლაპარაკი იყო, რომ თითქოს გიგი უგულავა რაღაც ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების გამო არის დაპატიმრებული საერთოდ საქმეში პროკურორის მიერ ბრალდების წარდგენის შემდეგ საერთოდ არ არის ეს ბრალდება წარდგენილი. ანუ ორივე საქმე არის თავიდან ბოლომდე PR ტყუილებზე აგებული იმისათვის, რომ რამენაერად გიგი უგულავა ყავდეთ გამომწყდეული ციხეში. თითოეულობა საქართველოში 53 წლის მამაკაცი ნინო წმინდაში თოვლში გაყინული იპოვნეს. უკვე მესამე დღეა, რაცა ამ რაიონში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გზა გაწმენდილია გუდაურის მიმართულებით, თუმცა ყოფთან სატვირთო ავტომობილები მაინც გაჩერებულები არიან. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. უკვე მესამე დღეა დიდ თოვლობისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. პრობლემები აქვთ მგზავრებსაც, რომლებიც სომხეთის მიმართულებით გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. დიდ თოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა. ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცი თოვლში გაყინული იპოვეს. ყოფთან კი შაბათის შემდეგ გაჩერებულები არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები. ჩაკეტილი გზების გამო ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ საკვების მარაგი უკვე მოეწურათ. უკვე მეოთხე დღეა ყაზბეგიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ დამსვენებლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ტაბულას განუცხადა, მაღაზიაში ამოიწურა საკვები პროდუქტის მარაგი. დამსვენებლები ვერტმფრენით გაყვანას ითხოვენ, თუმცა უამინდობის გამო ვერც საგანგებო სამსახურები და ვერც კერძო კომპანიები ყაზბეგში ფრენას ვერ ახორციელებენ. სასტუმროში უკვე შეზღუდულია, რა თქმა უნდა, მენიუ და ეს შეზღუდულია. ჩვენ გეტყვით ამარადია დარჩენილი, მაგრამ საკმაოდ ბევრი ხალხი არის, ანუ ჰოსტელებშიც გადაჭედილია და ჩვენთან სასტუმროში დავაუბრუნდეთ ესია 100 კაცზე მეტი ალბათ იქნება. მარკეტებში გუშინ უკვე დილით აღარ იყო საკვები დარჩენილი. ეკეთებს თვითფინალის არის შესაძლებელი, რომ რაღაცას ჩაჩენილები გამოგვიყვანოს და ანუ მან ბავშვს ავადმყოფი ბავშვი ყავს და საკვები ვერ მივაწოდეთ ყაზბეგშიო და როგორ ჩამოვალთ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მოძრაობა ყველა სახის ავტომობილისთვის უკვე თავისუფალია ჩუმათელეთი ხუნევის მონაკვეთზე. მოძრაობა აღდგენილია ფასანაური გუდაურის მონაკვეთზე. აქ გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით. ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა გუდაურის და კობის სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ზვავ საშიშროების გამო მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური, კობის და სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთებზე. გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში საგანგებო თათბირი გაიმართა, სადაც დიდი თოვლობით გამოწვეული პრობლემები განიხილეს. თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. სინოპტიკოსები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას ელიან. დაბალი ტემპერატურა 11 იანვრამდე შენარჩუნდება. დღეს მთელი დღის მანძილზე ძლიერი ქარი იყო თბილისში, უამინდობას დედაქალაქში განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით. ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში -2 + 3 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები. თბილისის მერმა ბიზნესმენებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და 2015 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრა ბიზნეს გაერთიანება და ამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომელიც კონკურენციას City Parks გაუწევს. იქნება ტენდერები საგზაო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ მშენებლობებთან დაკავშირებით, იქნება ტენდერები პროექტირებასთან დაკავშირებით, იქნება რამდენიმე ინტერესთა გამოხატვა, მათ შორის ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, თუმცა აქ ადგილობრივი გამოცდილება მწერია და შეუძლიათ მათ უცხოურ პარტნიორებთან მონაწილეობით მიიღონ და შემოიტანონ განაცხადები. იქნება ინტერესთა გამოხატვა მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის დოკუმენტზე მუშაობას ჩვენ SSA-ად დავასრულეთ, ამიტომ იქნება
ესეთი საინტერესო საკითხი. მეწარმეების მოთხოვნა არის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, განვითარებას და საერთოდ აი ამ სისტემაში, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც გეგმავს მერია უახლოესი წლების მანძილზე, დამსაქმებლების მეწარმეების მონაწილეობას, რათა კონკრეტულად იყოს შედეგები მიღწეული იმ თემებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს ბიზნესს. ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი დაიწყო. საპილოტო პროგრამა 2013 წელს თბილისის 15 რაიონსა და გარდაბანში განხორციელდა. თბილისში 625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი ობიექტი გამოვლინდა. მათი პრივატიზაციიდან შემოსულმა თანხამ 3 მილიონი ლარი შეადგინა. ქონების ნაწილი სახელმწიფო პროგრამებს გადაეცა, მათ შორის 23 ობიექტი აწარმოეს საქართველოს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულ 16 თანამშრომელს კიდევ 32 დაემატება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ინვენტარიზაციისთვის ასაზომი ინვენტარი, ასევე 16 ავტომობილი შეიძინა. ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყება საპარლამენტო უმცირესობას გამოეხმაურა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქონების აღწერაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი პრივატიზება და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჩვენი თანამშრომლები გადიან ადგილზე ნახულობენ ქონებას, შემდეგ ხდება ამ ქონების აზომვითი ნახაზების შედგენა, შემდეგ უკვე გარკვეული პროცესის მანძილზე დგინდება ეს ქონება ნამდვილად შეიძლება მივაკუთვნოთ თუ არ მივაკუთვნოთ სახელმწიფოს და ამის შემდეგ უკვე ხდება მისი რეგისტრაცია. მთელი ამ პროცესის მანძილზე დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი აღმოჩენილი ქონებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შესული არის 3 მილიონი ლარი და შესაბამისად საპილოტე პროექტიდან ჩვენ ახლა გადავდივართ უკვე ძირითად პროექტზე. ზოგადად სახელმწიფო ქონება ისაც აღრიცხული უნდა იყოს, ამის არსებობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, რომელსაც უნდა ქონდეს აღრიცხული სახელმწიფო ქონება. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი იმაზე, რომ ახლა დაიწყო რაღაც ხელახლა აღრიცხვის პროცესი არის ის, რომ ის რაც არის სახელმწიფო საკუთრებაში მოხდეს იმისი, რაც შეიძლება სწრაფად პრივატიზება, რომ ამ რესურსის ჩართვა მოხდეს ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. დღეს თბილისში მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე კედლები ჩამოიგრა. მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, რამ ჩამოანგრია კედლები და რას ამბობენ თავად სამშენებლო კომპანიაში. ფოკუსის სიუჟეტში. თბილისში ონიაშვილის 14 ნომერში მე-7 სართულის კედლები ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია, მაგრამ ნანგრევებმა გვერდით მდებარე სახლების კედლები და სახურავი დააზიანა. კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს და უსაფრთხოების წესები დაცული არ არის. ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი საბურთალოს მაჟორიტარი ალეკო ელისაშვილიც. მან შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერს დავით ნარმანიას დააკისრა და ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა. საკრებულოს წევრს გამოეხმაურა დავით ნარმანია, მისი თქმით მშენებლობები ვერ შეჩერდება, რადგან ქალაქს განვითარება სჭირდება. ვითხოვთ, რომ საერთოდ ამ უბანში, ამ ზონაში არ იყო მიღებული ესეთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და გვინდოდა რაც შეეფერება ამ უბანს სამსართულიანი ისეთ აეშენებინათ შესაფერისის შენობა. მერიაშიც მივმართეთ, არქიტექტურის სამსახურსაც მივმართეთ და ამჟამად სასამართლოში გვაქვს შეტანილი საქმე ამ კოეფიციენტთან დაკავშირებით, რაც დღემდე უშედეგოდ აი არანაირ შედეგი არ არის. 6 თვის მანძილზე ვერ მივაღწიეთ ვერაფერს. ზედამხედველობა საერთოდ არაფერს არ აკეთებს. იმიტომ რომ აქ უნდა იყოს უსაფრთხოების არავითარი ზომები არ არის დაცული და მანამდე სანამ ეს ჩამოინგრეოდა რკინის ნატეხები, ბალკები, არმატურები, სულ ყველაფერი იმათ მეზობელთანაც და ჩვენთანაც სულ ცვიოდა. რამდენჯერ მივმართეთ საჩივრით, განცხადებით მერიას, ზედამხედველობას, საბურთალოს რაიონს, ყველას მივმართეთ, სასამართლოშიც გვაქვს განცხადება შეტანილი, საჩივარი შეტანილი და დღემდე ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. რასაც ჩვენ აქ უყურებთ, ეს არის დავით ნარმანიას უმწეობის და უღონობის შედეგი. იმიტომ რომ პირველი დღიდან ვეუბნებოდი დავით ნარმანიას და ეს ხალხი ეუბნებოდა, ვინც აქ აპროტესტებდა, რომ გაჩერებულიყო, მორატორიუმი გამოცხადებულიყო საბურთალოზე, ვერაზე, ვაკაში, გადაგვეხედა ნებართვები და შეუსაბამო მშენებლობები გაგვეჩერებინა. დღეს მომხდარ ინციდენტს სწავლობენ ჩვენი სამსახურები, თუ რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ეს იყო დაუდევრობა, თუ მშენებლობის წესების დარღვევა და შესაბამისად მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური მოახდენს ამასთან დაკავშირებით რეაგირებას. იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ გიორგობიანის თქმით, ვინც კორპუსს აშენებს, გამოძიების დასრულებას დაელოდებიან. ისინი ეჭობენ, რომ კედლები ქარს არ ჩამოუნგრევია. მისგან განსხვავებით, მშენებლობის ხელმძღვანელი თვლის, რომ კედლების ჩამონგრევა ქარმა გამოიწვია. პროექტის მიხედვით დაცულია. და ხარისხი? ხარისხით შესაბამისად. მაშინ რატომ მოხდა 2 დღის განმავლობაში ახადაშენებული კედლების ჩამონგრევა? ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ონიაშვილის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის შეჩერების დადგენილებას დაწერს და მშენებარე კომპანია შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას მოსთხოვს. და ბოლოს აღმოჩენა დავით გარეჯში დოდოს რქის სამონასტრო კომპლექსში აქამდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს. ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე მიწით იყო დაფარული, ბერებმა მიაკვლიეს. სამლოცველო დოდოს რქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით კლდეში მდებარეობს. მის კედლებზე თითქმის სრულად არის შემორჩენილი მხატვრობა, რომელსაც სპეციალისტები წინასწარი მონაცემებით მე-13 საუკუნით ათარიღებენ. ადგილი ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი საკონვენსაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემაც მოინახულეს. აქამდე უცნობი იყო, არც ვიზუალურად ჩანდა და არც ზოგადად წყაროებში იყო მითითებული. საკმაოდ საინტერესო მხატვრობა არის. მე-13 საუკუნეა ეს პირველადი შეფასებით. ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო დავით გარეჯის ისტორიას და დოდოს რქის ისტორიას, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გაამდიდრებს. ეხლა ვგეგმავთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სასწრაფო გადაუდებელ მხატვრობის კონსერვაციას, შემდგომში არქეოლოგია და თვითონ არქიტექტურის რესტავრაცია. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული უკანასკნელი ინფორმაცია, ფოკუსი ხვალ დაგიბრუნდებათ. ნახვამდის.